გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. უცებ წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია. ამერიკის საელჩომ ჰიროშიმასა და ნაგასაკის დაბომბვის დღეს რომ წვეულება მოაწყოს სახელად ფოიერვერკებისა და ატომური რუჯის წლისთავი. და იაპონიის ოფიციალური პირები არამხოლოდ მივიდნენ ღონისძიებაზე, არამედ სამადლობელი სიტყვითაც გამოვიდნენ. თუ კი ვერ წარმოიდგენთ ამგვარ რამეს, ესე იგი ქართულ ოცნებას თქვენზე გაცილებით დიდი ფანტაზიის უნარი აქვს და გაცილებით ცოტა სინდის. ბიძინა ივანიშვილი გეოპოლიტიკურ ცელქობას განაგრძობს. ცელქი ბიჭი ვიყავი ეს მახსოვს, რასაც მასწავლებლები, როგორც მასწავლებლები მახასიათებდნენ. მაგრამ იმის შესაფასებლად, რაც ამ კვირას მოხდა, ცელქობა ზედმეტად მსუბუქი შესატყვისი იქნებოდა. რამდენიმე დღის წინ ირანის საელჩომ გამართა ღონისძიება სახელად ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავი, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა. იცით რა მოხდა 410 წლის წინ? შაჰ-აბასმა ააოხრა კახეთი, დახოცა 100,000-ობით ადამიანი, 200,000-მდე კი მოწყვიტა საქართველოს სამუდამოდ და ტყვედ გარეკა. აი ეს მოვლენა შეფუთა ირანის საელჩომ ისე, გეგონება ერასმუსის სტუდენტური გაცვლითი პროგრამით იყო ეს ხალხი წაყვანილი ირანში. თუმცა ეს ამბავი აქ არ გაჩერებულა და ისლამური რევოლუციის პატივსაცემად თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განაცდა. აქვე გავიხსენოთ ისიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ კობახიძემ თემურლენგის საფლავი შეამკო ყვავილებით. ამ ყველაფრის შემხედვარე ნამდვილად იფიქრებ კაცი, რომ ამ ჩინოვნიკებს პათოლოგიური სტოკჰოლმის სინდრომი აქვს და მოძალადე უყვარდებათ. როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. აკი გავთხილებდათ ბიძინა 2011 წელს. მოძალადე ხელისუფლებებთან მეგობრობა საშიშიაო. არ გვინდა ხელისუფლების მეგობრობა. შორს დავიჭიროთ პირიქით, როგორც კი დაიწყებენ მეგობრობის თელობას, თქვენთან ყვირილი უნდა დაიწყოთ, რომ გვაუპატიურებენ. აი ეს არის და. არ გაითვალისწინეთ თქვენ ეს რჩევა. ქართველო პოლიტიკოსებო და ბიზნესმენებო. ამიტომ თქვენი შემხედვარე, ქართველი ხალხი ყოველდღიურად ასეთ რამეს კითხულობს. ვინმე ხომ არ მოკლეს? არა, პირდაპირ ეთერში ვარ. ვინმე ხომ არ მოწყლეს? ამ კითხვაზე კი გიწევთ უპასუხოთ, რომ თქვენ მოკლეს ბაბუ. მოკლედ 13 წლის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ სისტემა, სადაც მოადგილე ემორჩილება მინისტრს, მინისტრი ემორჩილება კობახიძეს, კობახიძე ემორჩილება პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი მორჩილია პირადად რუსეთის პრეზიდენტის. რუსეთის პრეზიდენტი კი მოგეხსენებათ ემორჩილება ეშმაკებსა და დემონებს. და ყველა ვინც ამ მორჩილების ჯაჭვში არზის, ვისაც ყოფნის თავისუფლება, რომ საკუთარი ქვეყნის გაცამტვერების წლისთავში არ მიიღოს მონაწილეობა, მტერია. მაგრამ ბოლო დროს კლინიკური ტერმინებითაც კი ვეღარ იხსნება ის, რასაც ქოცები აკეთებენ. მაგრამ ვინ გაახარა ისლამური რევოლუციის საპატივცემულოდ ანთებული თბილისის ანძა, თუ არა შაჰ-აბასისა და აღა მაჰმად ხანის სულები. სხვა შორის, თბილისში ძალიან ხშირად მხდებიან ფერეიდნიდან ჩამოსული ტაქსისტები. ბევრ მათგანს ქართველი წინაპარი ყავს. არ ვიცი გქონიათ თუ არა შეხება ფერეიდნელებთან, მაგრამ სოფლიო ისტორიაში უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც მტრულ მიწაზე 4 საუკუნის განმავლობაში მოსახლე ხალხი თაობიდან თაობას გადასცემს ენას, დამწერლობას, თქმულებებს, სიყვარულს და პატივისცემას საკუთარი ისტორიული სამშობლოსად. და ხშირად, როცა ისინი საქართველოში მოდიან სამუშაოდ, მათთვის ეს ქვეყანა იდეალიზირებულია. რა თქმა უნდა, ხედავენ ყველა ნეგატიურ ასპექტსაც, მაგრამ თითქმის ყოველთვის საქართველო ეგულებათ როგორც ის, რისთვისაც საუკუნეები ინახავდნენ იდენტობას. ხო და აი წარმოიდგინეთ, რომ ირანში სისხლიან რეჟიმს გამოქცეული ფერეიდნელი ჩამოდის საქართველოში. იწყებს ტაქსისტობას, ცდილობს ინტეგრაციას და უეცრად ქართული ოცნება თვალწინ უნათებს იმ რეჟიმის დროშას, რომელსაც გამოექცა. მე რეკირ თავს რადიოს და ისმენს, რომ თურმე ეს ვითომ ხელისუფლება დამყრობელთან ერთად აღნიშნავს ყველაზე დიდ ტრაგედიას მისი და დანარჩენი ქართველების ისტორიულ მეხსიერებაში. ხომ გაუჩნდება ამ ადამიანს შეგრძნება, რომ ამ ქვეყანაში მისი ადგილი არა? მე მინდა ასეთი ფერეიდნელები შევაგულიანო და უთხრა, რომ პრინციპში ივანიშვილის გეგმაში საქართველოში არავისი ადგილი არ არის. გარდა ზემოთ ხსენებული მორჩილების ჯაჭვში ჩაბმული ადამიანების. არც ფერეიდნელების, არც საქართველოს მოქალაქეების, არც სტუდენტების, ახალგაზრდების, მოხუცების და ასე შემდეგ. ოღონდ ამას ჰაერზე არ ვამბობ. ივანიშვილის მთავრობა თვიდან თვემდე აინიცირებს კანონებს, რომლებმაც საბოლოოდ ისეთი კლაუსტროფობია უნდა შექმნან, რომ მოგანდომონ გაქცევა. შაჰ-აბასმა 200,000-მდე ადამიანი გადაასახლა.
ბიძინა ივანიშვილმა კი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიხედვით 2013-2022 წლებში საზღვარგარეთ გაასახლა საქართველოს 700,000-ზე მეტი მოქალაქე. უფრო ზუსტად კი 718,930. მაგრამ არ ინერვიულოთ მეგობრებო. მიგრაციის პრობლემის გადაჭრის სრულიად უნიკალურ გზას გვთავაზობს პარლამენტარი ფრიდონ ინჯია. მიდიან საქართველოსთან ხალხი. კი, მიდიან. არის ეს ტენდენცია, მაგრამ აი როცა იქნება 100, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ეს ხალხი არ წავს. აქვე მინდა ვახსენო, რომ ჩვენ ვიცით ბატონო ფრიდონ, რომ გვიყურებთ ხოლმე. ხანდახან კომენტარებსაც გვიწერთ. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ბატონო ფრიდონ, დააჭირეთ ზარის ღილაკს, ჩვენ კი რა თქმა უნდა, ხო, ჩვენ რას ვიზამთ მეგობრებო? ჩვენც ღილაკს დავაჭერთ ყოველ ჯერზე თქვენთვის, პირადად თქვენთვის ბატონო ფრიდონ, აი ეს თქვენ გეწუნებათ. დედის ტრაკი. მაშ ასე, გადავდივართ გადაცემის მთავარ ნაწილზე. ვისი ცხოვრება გაუარეს და ბოლო 1 წლის განმავლობაში. სრულ ჩამონათვალს ვერ გთავაზობთ, ცხადია. მეხუთე ადგილი, მძღოლები. მეხუთე ადგილზე ისევ ცუდი ამბავი გვაქვს ჩვენი ფერეიდნელი ტაქსისტისთვის. და ნუ პრინციპში ყველა მძღოლისთვისაც. 2026 წლის 1 აპრილიდან ქვეყანაში 6 წელზე ძველი მანქანების შემოყვანა იკრძალება. ოფიციალური მიზეზი ეკოლოგია. თურმე ივანიშვილის მთავრობა, რომელიც ტყეებს Eagle Hills ჩუქნის და მწვანე ზონებს ბეტონის უდაბნოებად აქცევს, უცებ ჰაერის ხარისხზე დაფიქრდა. რეალურად რა ხდება? აკრძალვის შემდეგ საშუალო სტატისტიკურ ქართველს, რომელსაც არ აქვს ფული სალონიდან გამოყვანილი Mercedes-ისთვის, რჩება ორი გზა: იაროს ფეხით, ან იყიდოს ელექტრომობილი. აკრძალვა არ ეხება ელექტრომობილებს, წყლოვანების მიუხედავად. და ვის აქვს ყველაზე იაფი ელექტრომობილები? სწორია, ჩინეთს. ანუ ეს კანონი ემსახურება არა ქართულ ფილტვებს, არამედ ჩინურ ექსპორტს. პრაქტიკულად ოცნებამ გვითხრა, ან ჩაჯექი ჩინურ ტოსტერში, ან იყიდე ძვირად ღირებული ევროპული მანქანა, მაგალითად Ferrari. ყველა ავტომოყვარულს მინდა მიულოცო, დღეს Ferrari ოფიციალურად შემოვიდა საქართველოში. ახლა მოდით ეს ჯაჭვი გავშალოთ, რადგან შედეგი გაცილებით ფართოა, ვიდრე უბრალოდ მანქანას ვერ ვიყიდი. ვინ არის საქართველოში მეორადი იაფი და ეკონომიური მანქანების მთავარი მომხმარებელი? რა თქმა უნდა, ტაქსის მძღოლები, პრიუსები, ფიტები და ასე შემდეგ. ესაა ამ სფეროს ხერხემალი. როცა იაფი მანქანების შემოყვანა აიკრძალება, ტაქსოპარკები ვეღარ განახდება. არსებული მანქანები კი ძალიან გაძვირდება. შედეგი, ტაქსით მგზავრობა გახდება ფუფუნება. და საწავა ის ხალხი, ვინც ვეღარ დაждდება ტაქსიში. სწორია, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. თქვენ ალბათ შეგიმჩნევიათ რა ხდება საღამოს 6 საათზე მეტროში. სრული ჯოჯოხეთი. ამაზე ჯერ კიდევ 5 წლის წინ სიუჟეტი მაქვს გაკეთებული. ხომ არ გავუშვათ ნაწილი? გავუშვათ. შეგვიძლია გავუშვათ, რატომაც არა. მეგობრებო, სრული ჯოჯოხეთი ხდება. ზოლში ვიმოძრაოთ მგზავრებმა და რიგის პრობლემა არის და შესაბამისად ქმნიან ერთმანეთთან საცობს. რო დავხაზოთ მეგობრებო? დავხაზოთ, კი არა, რა უნდა ვხნათ არ ვიცი. ხალხის განანაწილება. მე ვეცდები ეს ხალხი ორ ზოლად გადავანაწილო. ზოლში ვიმოძრაოთ მგზავრებმა. მეგობრებო, ორ ზოლად გადავნაწილდეთ, რა თუ შეიძლება. კომენტარში ვართ მწკრივში და ვერ მწკრივში ვართ, დიახ. ზოლში. აქ გვინდა თქვენი მხარში დგომა, თქვენი გვერდში დგომა და თანადგომა, რომ ერთად გავიჭიროთ. თუ გვერდში დაგვიდგებით და შეგვეხიდებით, მე მადლობას გეტყვით ამისთვის. ცოტა გავიჭიროთ რა მეგობრებო, ერთმანეთ შევეხიდოთ და ეგრე ვქნათ. რა სხვა გამოსავალი არ არის. აფერხებენ წინ, მე მგონი ისევ. წინ არიან, ხო, აეგენი არიან პროვოკატორები. არავის არ ავარევინებთ ამ ქვეყანას კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არა გარევინებ. მეგობრებო, სულ ცოტას დარჩა და ჩვენ თითქმის გავედით ბოლოში. ხოთ გაგებით მოეკიდოთ. საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს და უნდა გავიჭიროთ. მეგობრებო, სამწუხაროდ მეტროში ამ ჭყლეტვაში მიკროფონი გაგვიფუჭდა, მე მგონი ტელეფონიც გაგვიფუჭდა, იმიტომ რომ არ ირთვება, არ ვიცი რა სჭირს, ნერვებიც გაგვიფუჭდა და 2 საათის დაგვიანებით მოვედით მერიაში, მაგრამ სამწუხაროდ სამუშაო დღე უკვე დასრულებულია და კახი კალაძესაც ვერ ვნახავთ. არა და მართლა მინდოდა მისთვის რაღაც მეთქვა.
მაგრამ პრინციპში ირაკლი კაკაბაძე უკეთ ეთქვის. ადამიანი დაბადებიდან აი თქვენ გეუბნებით. წამოდექით თუ შეგიძლიათ წამოდექით დამენახვეთ რა. ადამიანი არ შეიძლება იყოს დამოსირებული. დაბრძანდით. მეტროს ვაგონებში ისეთი ჭედვა, ხალხს გრაფიკი აქვს გაწერილი. ვინ როდის ჩაისუნთქოს, ჰაერი რომ არ გათავდეს. ერთი თუ ზედმეტს ჩაისუნთქავს, სამი იგუდება. ისე თუ შეატყვეთ კალაძე ბოლო ხანებში დიდად აღარ იწუხებს თავს, თუნდაც ქალაქზე ზრუნვის იმიტაციით. თავის გამართლებისა და თავის შეცოდების რეჟიმზეა გადასული. აი მაგალითად წინა კვირას რა სჩიოდა. ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ვარ, ვისაც ასე რომ ვთქვათ, ყველანაირად თავს ესხმია. გაუჭირდა ბიჭს. რა ვქნათ კახი, შენ არჩიე დაცვაში ნესტასა და მალდინის გვერდით თამაშს, ზარქუასა და ვოლსკის გვერდით თამაში. მოკლედ ამ მანქანების ამბავზე კიდევ ერთი გაცილებით საეჭვო დეტალი იმალება. აუ რა ამოვისუნთქე. ცოტა ხნის წინ რუსეთის როსტანდარტმა სერტიფიკატები გააუქმა და აკრძალა 4 ჩინური ბრენდის მანქანების გაყიდვა. რატომ? იმიტომ რომ რუსეთმა გადაწყვიტა დაიცვას თავისი მომაკვდავი ავტოინდუსტრია, კამაზები და ლადები, რომლებიც ჩინურმა იაფმა მანქანებმა ბაზრიდან გააქრეს. ანუ რუსეთში დასავლური მანქანების იმპორტის აკრძალვის შემდეგ იმდენი ჩინური მანქანა შემოსრიალდა, რომ გადაავსო ბაზარი. სწორედ ჩინეთს აქვს ელექტრომობილების ერთ-ერთი ფართო წარმოება. ანუ პირობითად ვიღაც პეწია ხაბაროვსკში, ვეღარ ყიდულობს პორშეს, სამაგიეროდ შემოყავს ჩინური პატენტი. რაღაც ეტაპზე ფიქრობს გაყიდვას, მაგრამ რუსეთში აღარავის ჭირდება მეორადი ელექტრომობილი. ისედაც ყრია ყველგან. აი აქ კი საქართველოში იდეალური სასათბურე პირობებია, რომ რეექსპორტი პირდაპირ რუსეთის გავლით მოხდეს. თან პრობლემა ისიცაა, რომ ჩინური ელექტრომობილების მომსახურების ინფრასტრუქტურა, სერვის ცენტრები, ნაწილები, რა ვიცი, პროგრამული უზრუნველყოფა ჩვენთან არ გუგუნებს. სამაგიეროდ ეს ინფრასტრუქტურა უკვე აწყობილია რუსეთში და რა თქმა უნდა ჩინეთში. როცა შენი ჩინური ტოსტერი გაფუჭდება და ის გაფუჭდება იმიტომ რომ როსტანდარტმაც კი დაიწუნა მათი მოხრუჭები. ქართველი ხელოსანი გლდანის პროფილაქტიკაში მას ვერ უშველის. მას ჭირდება სპეციფიკური კომპიუტერი და ნაწილები. ვინ შეავსებს ამ ნიშას? სწორია, რუსული და ჩინური სერვის კომპანიები. ანუ ამ კანონით ჩვენ არა მხოლოდ მანქანებზე, არამედ მათ შეკეთებაზეც სრულიად დამოკიდებული ხდებით იმათზე, ვისაც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. მოკლედ, გინდა არ გინდა, მანქანიდან უნდა ჩამოქვეითდე. ჩამოქვეითდი? მორჩა. სამართალდამრღვევი ხარ. იმიტომ რომ ოცნებამ ქვეითებსაც გაუმწარა ცხოვრება და დაამტკიცა ტროტუარის კანონი. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ და თქვენი მეგობრები ტროტუარზე დგახართ და ვთქვათ, აპროტესტებთ იმას, რომ მანქანას ვერ ყიდულობთ, პოლიცია შეუძლია მოვიდეს და დაგაკავოთ. უკვე დააკავეს ბევრი და ზოგი გამოუშვეს კიდეც ტროტუარის კანონით. მოკლედ, სქემა ასეთია: შეღავათიან მანქანას ვერ ყიდულობ, რადგან იმპორტი აკრძალეს. ტაქსით ვერ დადიხარ, რადგან გაძვირდა. ავტობუსში ვერ ადიხარ, რადგან იგუდები. გადმოდიხარ ტროტუარზე, რომ ფეხით წახვიდე და გიჭერენ. და იცით რატომ ხდება ეს მეგობრებო? რომ ვახტანგის ნაქონის სისხლით, რომ სულხანის ნაქონის სისხლით თბილისის ფართო ქუჩებში ლეილამ, ლონდამ, ნათიამ, ნანიმ, ელისომ, ვაჟამ ვეღარ ამინ. ამინ. მეოთხე ადგილი, სურსათი. მოდით დავიწყოთ პატარა ლინგვისტური ექსკურსით. ვინც ინგლისური იცით, გეცოდინებათ, რომ ცხოველისა და მისი ხორცის, კერძის აღნიშნული სიტყვები განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, ცხოველი ამ შემთხვევაში ძროხა არის cow, მაგრამ ხორცი არის beef. ცხოველი არის pig, ღორი, მაგრამ ხორცი არის pork. რატომ? იმიტომ რომ როცა ნორმანებმა ინგლისი დაიპყრეს, მდიდარი ფრანგული ელიტა ცხოველს ხედავდა მხოლოდ თეფშზე, შემწვარს და ლამას. ამიტომაც ამ ცხოველების ფრანგული სახელები pork, beef, mutton დაუკავშირდა მზა კერძებს, ხოლო ღარიბი გლეხი, ინგლისელი, ხორცს ვერ ჭამდა, ცხოველს ხედავდა მხოლოდ სადგომში. შედეგად ინგლისური სახელები pig, cow, sheep ცოცხალ ცხოველებს შემორჩათ. ანუ პირდაპირ გაგებით მდიდრები სხვა რეალობაში ცხოვრობდნენ. დანარჩენი მოსახლეობა სხვაში. საბოლოოდ კი ამ ორმა სხვადასხვა სამყარომ ენაში პოვა ასახვა. ჩვენ შემთხვევაში კი იმაში გამოჩნდა, რასაც გოცემმა
ფასების შესწავლელი კომისია უწოდეს. რამდენიმე წლის წინ ელენ დეჯენერისის შოუში მსოფლიოს უმდიდრესი კაცი ბილ გეიტსი მიიწვიეს და სთხოვეს: "აბა გამოიცანი რა ღირს ეს სარეცხი ფხვნილი ან ბრინჯი, ან შოკოლადიო და ასე შემდეგ." ბილ გეიტსი იდგა და ბლუყუნებდა. $5 ფხვნილზე ამბობდა $20. კბილის ზაბზე $100. რატომ? იმიტომ რომ კაცს 1995 წლის მერე მაღაზიაში ფეხი არ შეუდგებს. მისთვის ფასები აბსტრაქციაა. აი ზუსტად იგივე სცენა თამაშდება საქართველოს პარლამენტში. ოღონდ ბილ გეიტსის ნაცვლად ყავს შოთა ბერეკაშვილი, რომელმაც შარშან $1 მილიონი მარტო ტანსაცმელში დახარჯა. და ნინო წილოსანი, რომელმაც $500,000 აჩუქა ოჯახს. საბოლოოდ ამ ხალხმა იმუშავა ზუსტად 2 დღე. მერე კი მიხვდნენ, რომ კარფურში სიარულით და ფასების შემოწმებით გუჩის ფეხსაცმელებს ცვეთდნენ. და თქვეს, მოდი, საერთაშორისო კომპანია დავიქირავთ. ანუ თვითონ ვერ არკვევენ ფასებს. მოუწევთ დაიქირავონ ვინმე ნიდერლანდელი, რომ ნავთლუღის ბაზარში იაროს. იმას ხო სჭირდება რაღაცა დრო დასაკვირვებლად. 1-6-7 თვე მაინც კვლევა აქვს გასაკეთებელი. ამასობაში ამოეწურება დანაზოგი. საჭმლის ფული აღარ აქვს. აქ ხო კვება 2-3 უფრო ძვირიჯდება. ოჯახს ყავს ფულის ჩარიცხვას ნიდერლანდებიდან. ამას დააფიქსირებს სუსი და ემანდ მოება გადატრიალების მომწყობი დედი. თუმცა უმადურები ნუ იქნებით მეგობრებო. აკი გვამცნო კობახიძე მამაყად. ჩვენ კვერცხები 5%-ით შევამცირეთ. მთელი საქართველო დაბნეული იყო, მაგრამ ყველაზე მეტად დაიბნენ ბაჩო და გური. როგორც ამბობენ, თვის ბოლოს ეს ორი ვერ მიხვდა, რატომ ჩაერისხათ 5%-ით ნაკლები ხელფასი. მესამე ადგილი. მესამე ადგილზე არის ქართული ოცნების ყველაზე დიდი მტერი, განათლებული ახალგაზრდობა. მიქანაძე კობახიძის დეფორმით უქმდება დაფინანსების ვაუჩერული სისტემა. ადრე როგორ იყო? შენ, სტუდენტი, აბარებდი გამოცდებს, იღებდი გრანტს და ამ გრანტით მიდიოდი იქ, სადაც გინდოდა. კერძო უნივერსიტეტში თუ საჯაროში. ფული მიჰყვებოდა სტუდენტს. ახლა ფული მიჰყვება კოცს. შემოიღეს პროგრამული დაფინანსება. ანუ შენ, სტუდენტს, წაგერთვა არჩევანის საშუალება. ახლა ბიზინა თვითონ წყვეტს, რომელ უნივერსიტეტში, რომელ პროგრამას მისცემს ფულს. და აი აქ დაიწყო ანგარიშწორება. ამ რეფორმის პირველი და მთავარი მსხვერპლი გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი აკადემიური სივრცე საქართველოში. ციფრები რომ ნახოთ, გული გაგისკდებათ. შარშან ილიაუნის ჰქონდა 4200-მდე ადგილი. წელს მთავრობამ დაუტოვა 300 ადგილი. დააკვირდით რა პროგრამები გააუქმეს ილიაუნიში: სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, ფილოსოფია. ხვდებით ლოგიკას? გააუქმეს ყველა ის საგანი, რომელიც ადამიანს ასწავლის კრიტიკულ აზროვნებას, კითხვის დასმას და პოლიტიკური პროცესების ანალიზს. ოცნებას არ სჭირდება სოციოლოგი, რომელიც იტყვის: ხალხო, ეს ავტორიტარიზმი. ოცნებას სჭირდება მორჩილი კადრი, რომელიც იტყვის: ბატონო ბიზინა, რა ბრძნულად ყვავის ეს ბაობაბი. ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკური დაკვეთა. პოლიტიკური დაკვეთაა, თავში არაფერი არ შეუშვათ, რაც საღიაზრია. მაგრამ ნუ გეშინიათ, განათლება არ მომკვდარა. მეტიც ის კოსმოსურ სიმაღლეებზე გავიდა. სანამ ილიაუნის ხურავენ, ბიძინა ივანიშვილის პირად პროექტში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემოაქვთ მსოფლიო მეცნიერების უახლესი მიღწევები. ასტროენათმეცნიერება, ასტროარქეოლოგია. არა, არ ვხუმრობ, სრული სერიოზულობით. აპირებენო სტუდენტებს ასწავლონ, როგორ უნდა ელაპარაკონ მარსელებს და როგორ გათხარონ არქეოლოგიური ძეგლები იუპიტერზე. განათლების ექსპერტები და პროფესორები ამბობენ, ვინ მოიგონა ასეთი რამ, რომ ასტროლინგვისტიკა სოციოლოგიაზე მნიშვნელოვანია. მე გეტყვით, ვინ მოიგონა და იმან, ვისაც დასალაპარაკებლად დედამიწაზე აღარავინ დარჩა. დასავლეთი არ ელაპარაკება, საკუთარი ხალხი არ ელაპარაკება. და ახლა იმედი აქვთ, რომ ასტროლინგვისტები გააბამენ კავშირს უცხო პლანეტელებთან. იქნებ მარსზე მაინც აღიარონ არჩევნების ლეგიტიმაცია. სინამდვილეში კი სურათი ტრაგიკულია, მეგობრებო. ხელისუფლება ბლოკავს სოდნას, პოლიტიკა, სოციოლოგია, ფილოსოფია, რადგან ეს საფრთხეს უქმნის მათ ძალაუფლებას. და სანაცვლოდ გვთავაზობს კოსმოსურ ზღაპრებს, რათა ახალგაზრდებმა რეალურ პრობლემებს თვალი აარიდონ და ვარსკვლავებს უყურონ. მოკლედ, სტუდენტებო,
თუ გინდოდათ გესწავლათ, როგორ ააშენოთ თანამედროვე სახელმწიფო და გაგვიანდათ. ეგ ფაკულტეტი გაუქმდა. მაგრამ თუ გინდათ ისწავლოთ, როგორ გათხაროთ ორმო მარსზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გელოდებათ. და ბარემ, სადაც ინსტიტუტებზე საუბრობთ, გადავიდეთ მეორე ადგილზე. საჯარო მოხელეები. დიახ, მეორე ადგილზე გვყავს ადამიანები, რომლებიც წესის სისტემის ნაწილი არიან, მაგრამ სინამდვილეში სისტემის მძევლები გახდნენ. რაშია საქმე? საჯარო მოხელეს, მათ შორის სიპებსა და აიპებში დასაქმებულებს, ეკრძალებათ ნებისმიერი ანაზღაურებადი დამატებითი საქმიანობა ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის გარეშე. ყურადღება მიაქციეთ სიტყვას ნებისმიერი. ადრე თუ საჯარო მოხელე იყავი და ხელფასი არ ყოფნიდა, რაც მოდი ვაღიაროთ ხშირად ხდება, თუ მინისტრი ან დეპუტატი არ ხარ. შეგეძლო საღამოს ლექციები წაგეკითხა, რეპეტიტორად გემუშავა, ან თუნდაც რამე კვლევაში მიიღო მონაწილეობა. ახლა ეს აკრძალულია ზემდგომის ნებართვის გარეშე. უпростоრად აკრძალული კი არა, ნებართვაზეა დამოკიდებული. ქართულმა ოცნებამ სიაც გამოაქვეყნა, ვის შეეხება ეს შეზღუდვა. და იცით ვინ მოხვდა ამ შავ სიაში? პრაქტიკულად ყველა. ურბანისტები, არქიტექტორები, ინჟინრები, გეოლოგები, მეტეოროლოგები, ქიმიკოსები, ექიმები, რა ვიცი, ექთნები, ფსიქოლოგები, მეღვინეები და თქვენ წარმოიდგინეთ მეფუტკრეებიც კი. სხვა სფეროებს რაც ეხება, მაგალითად, ადრე რეპეტიტორობა არც აკრძალული იყო და არც დაშვებული. ნაცრისფერ ზონაში იყო. ახლა კანონში პირდაპირ ჩაიწერა. ნებისმიერი ანაზღაურებადი საქმიანობა. ანუ თუ მასწავლებელი ხარ და სახლში ბავშვს ამზადებ, დირექტორმა უნდა მოგცეს წერილობითი ნებართვა. ეს არის პედაგოგებზე ზეწოლის იდეალური ბერკეტი. დირექტორი ეტყვის, გინდა მოსწავლეები აიყვანო. მაშინ არჩევნებზე ხმები მოიტან. რეალურად ეს არც ოპტიმიზაციაა და არც კეთილსინდისიერება. ეს არის შიშის ინსტიტუციონალიზაცია. მათ უნდათ რომ საჯარო მოხელე იყოს მშიერი და დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ უფროსის კეთილნებაზე. თანხმობის გაცემის ინსტიტუტი. ასე ქვია ამას ოფიციალურად. არაოფიციალურად კი ამას ქვია ხმის ჩაწყვეტის ინსტიტუტი. დედისტრაკი. პირველი ადგილი. და აი მივადექით პირველ ადგილს. ქართული ოცნების რეპრესიების ოქროს მედალოსნებს. ხალხს, ვისი დამსახურებითაც ეს ქვეყანა ჯერ კიდევ არსებობს ეკონომიკურ რუკაზე. ხალხს, ვისი გადმორიცხული დოლარით და ევროთი სუნთქავს ლარი და ვისი ნაყიდი წამლით ცოცხლობენ პენსიონერები, ემიგრანტები. თუ წინა 4 ჯგუფს ოცნებამ ცხოვრება გაურთულა, ემიგრანტებს პირდაპირ, ღიად და ოფიციალურად გამოუცხადა. თქვენი ფული გვინდა, თქვენი ხმა არა. გახსოვდა ასაწყისში რომ ვახსენე 410 წლის წინანდელი ამბები და შაჰაბასი. აი ზუსტად აქ იკვრება წრე. მთელი ეს სისტემა, გაძვირებული ცხოვრება, დახურული უნივერსიტეტები, ტროტუარის კანონები, შექმნილია ერთი მიზნით, ქვეყანაში შეიქმნას გაუსაძლისი კლაუსტროფობია. ივანიშვილმა ზუსტად იცის, თუ მოახერხებს და ხალხს მაქსიმალურად დააძალებს ქვეყნიდან წასვლას, მისთვის ეს შვება იქნება. ამიტომაც ერთი ხელის მოსმით ჩვენმა თანამედროვე შაჰაბასმა გადაწყვიტა ხალხი მასობრივად მოეწყვიტა სამშობლოს. ემიგრაციაზე ჩვენ ერთი დიდი გადაცემა უკვე გავამზადეთ, მაგრამ ღირს გააზრება რამდენად მნიშვნელოვანი ასპექტია. ბიზნესს აქვს ორი ურთიერთ გამომრიცხავი სურვილი, რომელთა ბალანსზეც დგას მისი ძალაუფლება. მას სურს რომ ქვეყნიდან წახვიდეთ. იმიტომ რომ აქ დამოუკიდებელი ადამიანი მისთვის პრობლემაა. ქუჩაში გამოდის და აპროტესტებს. ამას თვითონ ღიად ვერ ამბობს, მაგრამ ათქმევინა თავის ჯიბის ფილოსოფოსს. ჩემს გარშემო რაც ხდება, აი სამმეზო, აი აშკარად გზუნთო ძალიან ბევრი არის უკვე წასულია. იან და ბერმა დაკარგა იმედი და ძალიან კარგი იქნება თუ ეს ხალხი წავა საერთოდ აქიდან. დედისტრაკი. ტრაკი. ივანიშვილისთვის იდეალური საქართველო არის დაცლილი საქართველო, სადაც მხოლოდ მისი მორჩილი ჩინოვნიკები და დაცვის ბიჭები ცხოვრობენ. მაგრამ ასევე პანიკურად ეშინია მისი ძალაუფლების გარეთ მოსახლე ქართველების. ივანიშვილმა იცის სტატისტიკა. ემიგრაციაში მყოფი 1 მილიონი ქართველიდან 90% მის წინააღმდეგაა. ეს არის უზარმაზარი, გამანადგურებელი ძალა, რომელსაც შეუძლია მისი რეჟიმი ერთ დღეში დაასრულოს. ამიტომაც უნდა, რომ საქართველოში ცხოვრება გახადოს გაუსაძლისი. ემიგრაციის ჩართულობა კი მინიმუმამდე დაიყვანოს. ეს ყველაფერი გავს ერთ დიდ პათოლოგიურ შურიზიებას ქართველ ერზე.
მე სხვა სპარსს დამყრობელს გაგახსენებთ, აღამ ახმად ხანს. ისტორიული გადმოცემის თანახმად, კრწანისის ბრძოლის შემდეგ, აღამ ახმად ხანმა თბილისის გადაწვა და აოხრება მას შემდეგ ბრძანა, რაც აქაურმა გოგირდის აბანოებმა ვერ განკურნა მისი საჭურისობა. რა ირონიული და ტრაგიკული პერსონაჟია რა. უზარმაზარი ძალაუფლების მქონე შაჰი, რომელმაც ფიზიკური ნაკლის გამო შთამომავალი ვერ დატოვა და რადგან ვერ ქმნიდა სიცოცხლეს, გადაწყვიტა გაენადგურებინა ის. შეიძლება ამ მიზეზითაც ანგრევდა და წვავდა ყველაფერს, რათა მიყენებული ზიანის კვალი მაინც დაეტოვებინა ამ სამყაროში. შეიძლება ბიძინა ივანიშვილსაც სადღაც ღრმად გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ძალაუფლება მოდის არა ხალხიდან, არა საზოგადოების ნატურალური მდგომარეობიდან, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მისი კაპიტალიდან. მისი ძალაუფლება სტერილურია. გაქრება კაპიტალი, გაქრება ბიძინაც. ის ვერ ტოვებს იდეას, ვერ ტოვებს ღირებულებას, ვერ ტოვებს ვერაფერს, რაც ფულით არ იყიდება. ამიტომაც ამ თავისი მენტალური საჭურისობის დასაკომპენსირებლად ის ცდილობს დააზიანოს ყველაზე ძვირფასი, რაც კი გაგვაჩნია. ის, რაც ცოცხალია, ჩვენი ახალგაზრდობა, რომელსაც უნივერსიტეტებს უხურავს, ჩვენი კულტურა, რომელსაც ცენზურას ადებს, ჩვენი ისტორია, რომლის ტრაგიკულ თარიღებს ზეიმობს, ჩვენი ოჯახები, რომლებსაც ერთმანეთს აშორებს. მას სურს, რომ დატოვოს კვალი და რადგან შენებას ვერ ახერხებს, რადგან Eagle Hills-ის პროექტების შენება არაა, ეგ ბიზნესია, გადაწყვიტა დატოვოს გრევის კვალი. თუმცა ისტორიას ერთი კარგი თვისება აქვს, ის ფილტრავს. და მე რატომღაც მჯერა, უბრალოდ რაღაც შინაგანად მკარნახობს, რომ მომავლის საქართველოში არ იარსებებს ბიძინა ივანიშვილის სახელობის არც ერთი ქუჩა, არც ერთი მოედანი და არც ერთი სკვერი. დარჩება მხოლოდ ერთი დიდი, ცარიელი ადგილი ისტორიის სახელმძღვანელოში. წარწერით აქ იყო კაცი, რომელსაც ეგონა, რომ ყველაფრის ყიდვა შეეძლო. მაგრამ ჩემი ფეხები. კი ბატონო. მოკლედ ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, გვალაიქებთ, გვიწერთ კომენტარებს, ჩვენს გადაცემებს აზიარებთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. გვანუგეშებთ, ჩვენს განუგეშებთ და არ დაგავიწყდეთ რომ რაღაცა აუცილებლად იქნება. დროებით.